მოგესალმებით მეგობრებო, სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, სოლიდარობა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც დღეს დააკავენ, როგორც ვიცი. და სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აცი დააკავებენ, ვინც ნაცემია და ასე შემდეგ. მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, თუნდაც დღეს მიღებულ რეზოლუციაზე, თუნდაც გუშინ კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე. ღია განცხადებაზე, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ამის სამკითხავი არც ტრამპია და არაფერი, ისე ალბათ რაღაც მოყოლით მიუტანებენ ამბავს, როცა დადგება მაგის დრო და ახლა ხვალ იმნაირი მნიშვნელოვანია ახლა ტრამპს და ამერიკას მაგისთვის ნამდვილად არცალია თურქეთში ისეთი მნიშვნელოვანი დღე არის და კიდევ მსოფლიოში აგერ ორი ატომური სახელმწიფო ებრძოლება ერთმანეთს და არ ვიცი ის როგორ გაგრძელდება ესა მე მგონია მსოფლიოსთვის დღეს ნომერ პირველი ამოცანები და არა კობახიძის განცხადება და ყველა ვთანხმდებით ალბათ და რა ვიცი ყველასგან ასე მომისმენი ესა შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული ანუ იმ 30% ჩვენ და საუწუხაროდ რომელიც ყავს ამურჩეველი ქართულ ოცნებას მაგრამ უდიდესი ნაწილი არიან ის ადამიანები რომლებიც არიან გულგატეხილნი და ვერ უყურებენ თუ როგორ იცვლება ეს ხელისუფლება და რა შედეგს მოიტანს ის, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს რომ ოღონ ეს შეიცვალოს 10 ვინ უნდა იყოს ვარესი ამ იმედით შევცვალეთ იგი ზვიადი და მე თავს ვიკლავდით რადო შევცვალეთ მე შევცვალეთ მიშა ედრიკა და მე თავს ვიკლავდი უიდე და იგი ჯობდა მე შევცვალეთ ადამიანებს ეს ამოსულია ისერში, როდესაც ვერ უყურებენ ერთი ხელისუფლების სვლა თუ რა სიკეთეს მოიტანს მათთვის. ამას ვერ უყურებენ, უკვე არიან ნიჰილისტურ მდგომარეობაში და არ აქტიურობენ. და ზუსტად ჩვენი ამოცანა არის ასეთ ადამიანებზე გასვლა. დარწმუნება მათი და მათ უნდა ველაპარაკებოდეთ და უკვე უნდა გქონდეთ გზად აი როგორ შევცვლით სასამართლო რეფორმას, როგორ გავატარებთ განათლების რეფორმას, როგორ გავატარებთ თვითმმართველობის რეფორმას, როგორ გავატარებთ რეფორმების მეტი რა არის გასატარებელი მაგ ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმებს, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში, ჯანდაცვაში, სოციალურ საკითხებში. აი ეს უნდა ველაპარაკოთ, ამაში უნდა დავარწმუნოთ, რომ იგივე არ განმეორდება რაც წინა ხელისუფლებების დრო ცვლის დროს იყო და სალარებელი აგროხედავენ ნეტა იგიგდებულიყო. ამაში უნდა დავარწმუნოთ, სხვანაირად ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ, რომელიც იმართება რუსეთთან და არაბიძინასთან. მაშინ უნდა უცადოთ, როდის დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის დაშლით ეს ომი. სხვა გამოსავალი არსებობს. ამიტომ ვთვლი რომ დავანებოთ ახლა მართლა თავი ამ ტელევიზიაში რომ კობახიძემ ეს რა საზღარი განცხადება მიიღო როგორ აისახება ჩვენ ურთიერთობებზე და ტრალალალა ტრალავალა უნდა დაეხია თუ არა მიშას სურათი და არის თუ არა მიშა პოლიტპატიმარი უნდა მიიღონ თუ არა თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობა და ამ რაღაც თემებზე რაც ყოფს რაც ხლიჩავს იმაზე თავი დავანებოთ იმაზე საუბარს ტელევიზიებში საერთოდ ეს შეკითხვა არც უნდა დაჩვას ჟურნალისტმა და არც უნდა გაცეს პოლიტიკოსს პასუხი მხოლოდ და მხოლოდ საუბარი უნდა იყოს როგორ ვცვლით ამ ხელისუფლებას და როგორ აისახება ეს ადამიანო შენზე ამ ხელისუფლების ცვლა აი შენ ბედნიერებაზე როგორ აისახება ამაზე უნდა ვისაუბროთ ტრაფარეტულ საუბრებს თავი დავანებოთ და პირველ რიგში ახლა თქვა გაჩნდა იმედი 26 მაისის. აი ვისაუბროთ როგორ შევძლებთ შემდეგ ამ აქციის შემდეგ თუ გამოვიყვანთ ბევრ ხალხს ამ აქციის გაგრძელებას რავშობით. კეტავთ ცენტრალურ გზებს, კეტავთ პორტებს, კეტავთ აეროპორტს, კეტავთ მეტროს თუ რას როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ვждებით 5000 ადამიანის საშიმშილოდ ორდომ პარალიზებას უკეთებთ თბილისში აი ამ გეგმებზე უნდა იყოს საუბარი ჩემი აზრით და არა იმაზე უიეს რაქნა კობახიძემ ეს რა გააკეთა კაცო და ტრამპი წეიკითხავს თუ არ წეიკითხავს
ამაზე მსჯელობა როდემდე უნდა გაგრძელდეს ახლა. და ნუ ახლა ნუ არ ვიცი რა, იგივე მიშასთან დაკავშირებით, იგივე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მე მგონია უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ეს პატიმრებსაც უნდა ვესაუბროთ. მე ვთვლი, მაგალითად მეც პოლიტპატიმარი ვარ. რავა მე რა ნამუსიანმა მოსამართლემ გამოსამართლა, ჩემი იყო ნამუსიანი და თვითონ სასამართლოა უსამართლო. ასეთი განცდა აქვს ყველა პატიმარს. ასეთი განცდა აქვს ყველა პატიმარს. ამიტომ პატიმრებს უნდა ვეუბნებოდეთ, მათშობლებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ყველა საქმე ვინც უსამართლო მოსამართლემ გაასამართლა და უსამართლოა მაგალითად 99% ყველა საქმე გადაიხედება. ეს არ ნიშნავს რომ ყველას გამოუშვებენ, მაგრამ ვინც ზედმეტადაა დაჯილი გაუნახებდება, ვინც უსამართლოდაა დაჯილი გამოვლიან და ასე შემდეგ. ამაზე უნდა იყოს საუბრები რა და დავანებოთ მარტო მიშაზე საუბარს, რა თქმა უნდა პოლიტპატიმარია, მაგრამ გამოვიტანოთ ყველას პოლიტპატიმის, მეც პოლიტპატიმარი ვარ, რატო არა ვარ, დედააფეთქებული პოლიტპატიმარი ვინმე ამიხსნას რა. აი რატო არა ვარ პოლიტპატიმარი, ყველა სურათები უნდა იყოს, ყველასი აბსოლუტურად და იგივე ნაციონალურ მოძრაობებში ნუ აჩვენოთ რომ მარტო მიშაა თქვენი განთავისუფლების მიზანი. ყველა პოლიტიკის განთავისუფლების მიზანი, ჩემი განთავისუფლების მიზანი, რატო არა გაგვეთი? და რა ვიცი რა, ნუ შევცვალოთ რა ეს ყველაფერი და უკვე ტელევიზიებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ გეგმებზე საუბარი, მომავალ გეგმებზე, როგორ უყურებთ ამ ხელისუფლების შესვლას, როგორ ვახცებთ და რა ვცვლით ხელისუფლების სვლის შემდეგ და ძალიან გთხოვთ, კაი, მე არ მიძახით, არ მიძახით. მაგრამ აქ არის უამრავი ემიგრანტი, რომელსაც ლომის წილი აქვს ჩადებული იმისათვის, რაც ახლა საქართველოში ხდება და იმ ალაღიარების პოლიტიკისათვის, გინდა ეს ქარები როა ორგანიზაცია, გინდა სხვები, მათ ლომის წილი აქვს ჩადებული. დაუძახეთ მათ და ესაუბრეთ ამ ემიგრანტებს, კაცო. ესაუბრეთ ემიგრანტებს, ასაუბრეთ ემიგრანტები. არ ვიცი, მე ვთვლი, რომ ეს აუცილებლად დასაწყებია. დავანებოთ მათი ჩეჩეტული ნაბიჯების განხილვას თავი და დავიწყოთ ჩვენ რა გვინდა და ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგავთ. მადლობთ ყურადღებისათვის.